გავაგრძელებ, ხო? კი. მოკლედ Henry Ford მეორე. Henry არა, Henry ქვია. Henry, ხო, რა მნიშვნელობა აქვს. ანუ თვით იმ ლეგენდარული Henry Ford-ის შვილიშვილი. მაგარი გაბრაზებული წამოვიდა იტალიიდან, მაგ მოლაპარაკების მერე. და მიზნად დაისახა, რომ Ferrari გაესრისა. გამოვიდა კი. თავისავე ტერიტორიაზე, ანუ ევროპაშივე. დომინანტი Ferrari მაგ დროისთვის იყო ლემანში. ნუ რა თქმა უნდა. უმეტესწილად სუიგებდა. 24 საათიანი რბოლა, ვინც არის. და აგერ დადგა 64 წელი. ხო, და სანამ დადგებოდა, ხო, მანამდე დაიწყო მოძიება ისეთი მოდელისა, რომელსაც გადააკეთებდა თავის ყაიდაზე და მაგიტომაც ჩავიდა ინგლისში. იყო ესეთი პატარა კომპანია Lola ერქვა, Lola Motors-ი. არის მოსაზრება, რომ Ferrari-სგან აიღეცო, მაგრამ Lola გადააკეთეს, ეგ მე უნდა მეთქვა, რომ ხო, შეისყიდა ამ Lola-ს დიზაინი, კონსტრუქცია, ყველაფერი და თავის ყაიდაზე გადააკეთა. ანუ კონსტრუქტორებს დაავალო, რომ თავიანთ ყაიდაზე გადაეკეთებინათ.